მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დავიწყებ მადლობით, როგორც ყოველთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოიწერა ჩემი არხები, ვინც უყურა ჩემს ვიდეოს, მოიწონა, კომენტარები არ დაიშურა. ძალიან კარგი და თბილი გამოხმაურება მოყვა ბოლო ვიდეოს TikTok-ზე და განსაკუთრებული მადლობა ამისთვის ყველას. ხო, მართლა TikTok-ზე ვინც ხართ ჩემი გამომწერები, ჩემს პირადში რო გადახვალთ, იქ ლინკია დადებული აღწერილობაში და იმ ლინკზე დააწექით, თუ არ შეწუხდებით, გადავბრძანდით YouTube-ზე და იქაც გამომყევით, თუ არ შეწუხდებით, რისთვისაც წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას. წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ როგორ არ უნდა ვიყოთ სხვისი უბედურებით გახარებულები და პირიქით, როგორ უნდა შევიდეთ ადამიანის მდგომარეობაში და როგორ გავიზიაროთ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება და მით უმეტეს თუ ეს ადამიანის გარდაცვალებას ეხება და ასე შემდეგ. დღეს მინდა ცოტა სხვანაირი გადაცემა ჩავწეროთ. მინდა რომ ვილაპარაკოთ რა ხდებოდა ჩემს ბავშვობაში, როგორი საქართველო იყო ჩემს ბავშვობაში და როგორი არის ახლა. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა უკეთესობისკენ და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ 90-იანებში ვიყავი თინეიჯერობა, სკოლის ასაკი მე 90-იანებში გამოვიარე და შემდეგ 2 წელი უნივერსიტეტის 90-იანებში და შემდეგ 2000-იანებშიც გაგრძელდა უნივერსიტეტის პერიოდი, მერე ასპირანტურის პერიოდი თავისთავად და ასე რომ ძალიან ბევრი მოვლენის მომსწრეები ვიყავით 80-იანის ბავშვები იმ პერიოდში რა, როცა ჩვენი დამოუკიდებელი საქართველო იწყებდა ჩამოყალიბებას რა. და რაღაცეები სასიკეთოდ შეიცვალა, მაგალითად ის, რომ ადამიანებს ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა ადამიანებისა ისე ძალიან აღარ უჭირთ, როგორც მაშინ უჭირდა ხალხს, თუნდაც იმის გამო, რომ სურვილიც რო გქონოდა, უბრალოდ ფიზიკურად არ იყო შრომის შესაძლებლობა, იმიტომ რომ სამსახურები არ იყო. ან უნდა გემუშავა მტვირთავად, ან რაღაცა ესე და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ძალიან კარგი პროფესიონალი, რომელმაც მიატოვა თავისი პროფესია იმის გამო, რომ ფიზიკურად ვერ ყვებავდა თავის ოჯახს და უჭირდა გამოყვება, ამიტომ სხვა შემოსავალი უნდა ეშოვა რამენაირად და მოევლო თავისთვის, იმიტომ რომ სხვა პატრონი მაშინ ქვეყანასაც და ჩვენც არ ყავდა. ასე რომ ამ მხრივ რაღაცით წინ წავედით, რომ დღეს ახლა თუ ადამიანს ფიზიკურად რაღაცა ისეთი არ ჭირს, რომ ფიზიკურად შრომა არ შეიძლება, ან ვერ შეიძლება, გაქვს რაღაც საშუალებები, რითიც შეგიძლია რომ თქვა ოჯახს მიხედო და გამოყვებო. ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ის რაოდენობა თანხისა, რომელიც ფუფუნებაში გაცხოვებს ადამიანს, მაგრამ უბრალოდ მშიერი არ მოკვდები რა, ჩემი აზრით. ყოველ შემთხვევაში დაახლოებით შეიძლება ეს ციფრიც ბევრია, მაგრამ დაახლოებით შეიძლება 20% იყოს ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში დღეს საქართველოში და ის ზღვარს მიღმა რა, იმის ქვემოთ რომ უკვე აღარ არსებობს არაფერი გაჭირვება, გარდა ჯვარისწერია ყველა სიკვდილისა. მოკლედ, ეს ის პერიოდი იყო, ჩემი ბავშვობის პერიოდი, როცა საბჭოთა თემები დაიშალა უკვე, ეს
ყველას ფული ჰქონდეს მომენტი რაც საბჭოთა კავშირში იყო უკვე გამოირიცხა, უკვე ჩვენ თავზე და ჩვენს ჭკუაზე და რაღაცეებზე გავხდით დამოკიდებული და ამავდროულად კიდე ნამუსზე და სინდისზე, იმიტომ რომ ვინც ნამუს-სინდისი გადადო გვერდზე და იმ პერიოდში იარაღი აიღო და რაღაცეები ქნა, ცუდები, ისინი დღესაც ხედავთ, რომ მაღალ წრეებში, პოლიტიკურ მაღალ წრეებშიც არიან და არა მარტო არიან, მათი შთამომავლებიც არიან და ასე შემდეგ გრძელდება და გრძელდება და გრძელდება. მაგრამ მე ახლა ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბრო, როგორი საქართველო იყო მაშინ რა. პირველი რაც არის, ეს არის ურთიერთობები. ახლა ვიღაცებმა წინა გადაცემაზეც დაწერეს, რომ აიო ესო ყველაფერიო სიყალბე იყო, მოჩვენებითი იყო და რეალურადო სხვა რაღაცა იყო იქო, რომ ადამიანები მართლა კი არ განიცდიდნენ ერთმანეთის ცუცო, მოჩვენებითი იყო რა, ვითომ განიცდიდნენო, ვითომ. აი ესეთი აზრიც ჰქონდათ ადამიანებს. ხო, პირველ რიგში ის, რომ მე ვიდეოში ვამბობ, რომ მეთქი მე რაჭველი ვარ და რაჭაში ესე ხდებოდა თქო. მაგრამ მე იმას კი არ გულისხმობდი, რომ მთელ საქართველოში ესე არ ხდებოდა. მე ვიცი, ყველგანაც ეგრე ხდებოდა, ადამიანების დაფასება, პატივისცემა, ჭირში დალხინში გვერდში დგომა, ყველგან მთელ საქართველოში ესე ხდებოდა. უბრალოდ მე რადგან რაჭველი ვარ, მე ჩემიდან გამომდინარე ვთქვი, თორე კახელებიც ყავს ახლობლები და გურულებიც ყავს და მეგრელები კიდე და აჭარლები და ქართლელები, მეუღლე მყავს თვითონ ქართლელი და იმერლები და ასე შემდეგ. ყველგან ეგრე ხდებოდა, ყველგან. რომ გვერდში დგომა იცოდნენ ადამიანების და ასე შემდეგ. მაგრამ ურთიერთობები, აი ახლა რას ვამბობ რა, აი რატში სად დაუშვა შეცდომა წინა ხელისუფლებამაც, ეს ამ ხელისუფლებამაც რაღაც პერიოდი ის შეცდომები გააგრძელეს და მე როცა მიხვდნენ რომ უკვე ის ჩვენ არაფერს არ გვაძლევდა ამ ყველაფრის შემოღება, ეხლა ცდილობენ ძალიან გულმოდგინეთ რომ გადააგდონ ეს რა და ახლა შეტოპილი როცა გაქვს სადღაც, ცოტა რთულია მე იმ ნაგავიდან უკან გამოსვლა რა. ეს მარტო დამოკიდებულებას არ ეხება, ეს ყველაფერს ეხება რა. როცა სადღაც ღრმად ხარ შეტოპილი, იქიდან ძალიან რთული გზაა უკან გამოსასვლელად რა, სიბინძურიდან უკან გამოსასვლელად. ამიტომ აი შევარნაძის დროს იყო კიდე ეს ახლობლობა, რაღაცა მისვლა ოჯახებში, სტუმრობა, რაღაცა დღეს ხო, აი რაღაცა ჩაკეტილი სივრცე აი თავის ნიჟარაში მოუნდათ და შეუყვარდათ ადამიანებს ცხოვრება, რატომღაც რა და ეს ძალიან ცუდია. მე ამაზე წუწუნი ყოველ რაღაცა ჯერზე, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, გინდა სანათესაო, გინდა ძველი მეგობრები, გინდა ძველი სამეზობლო და ასე შემდეგ, სულ მიდის წუწუნი, რომ როგორ დავიკარგეთ. როგორ დავიკარგეთ და კარგად, აი ესე. აი იმ პერიოდმა, იმ გაჭირვების პერიოდმა დაიწყო ეს ერთმანეთთან, იმიტომ რომ კომუნისტების დროს ყველას მეტნაკლებად რაღაცა ფული ჰქონდათ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში მე გადმოცემით ესე ვიცი, რომ შეიძლება სულ არ მუშაობდა ადამიანი, მაგრამ მაინც ჰქონდა ხელფასი სადღაც. და ასე შემდეგ რა. ხო და იქიდან რომ აი ვაიმე ახლა იმას შვილი გაუჩნდა, მე თუ რამე არ მივიტანე, როგორ მივიდე ხელცარიელი. აი ეს ხელცარიელი როგორ მივიდემ, გამოიწვია ის, რომ შენ არ მიხვედი. მე ისიც არ მოვიდა შენთან. მე ამ ისიც არ მოვიდა, შენც არ მიხვედი, ჩვენი შვილები, რომლებიც გაჩნდნენ და იზრდებიან, უურთიერთოდ იზრდებიან ერთმანეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ სიყვარული რას მოაქვს ურთიერთობას, ხო? ვიღაცებთან, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა გაქვს, ვისთანაც ხშირად გაქვს შეხება, ვისთანაც
ეს რაღაც საერთო რაღაც მოგონებები და საერთო ემოციები გაკავშირებს იმის მიმართ გიჩნდება სიყვარულიც და პატივისცემაც და ყველაფერი, ხო? და უპატივისცემლობაც ასევე თუ ცუდი რამე მოხდება, ხო? შესაბამისად, თუ ურთიერთობა არ აქვს, ვერ გეყვარება ადამიანი, მხოლოდ გადმოცემით ის, რომ თქვათ შენ შვილს ეუბნები, რომ ყავს ვიღაცა ბიძაშვილი, რომელიც ცხოვრობს მთაწმინდაზე, სიტყვაზე ვამბობ, ხო, და შენ ცხოვრობს სანსონაში, ხო? აი ვიღაცა მთაწმინდაზე ყავს შენ ბიძაშვილი, რომელიც მამასთან ერთადაც გაიზარდე, ერთად ამას აკეთებდით, იმას აკეთებდით, იმას და როგორ გიყვარს შენი შვილი გიყურებს, გისმენს, როგორც თითქოს ზღაპარს ყვები. და ხო, აი, ნუ კაია, კომბლე მომიყოლია ჩემი შვილისთვის, მაგრამ არ უყვარს კომბლე რა. საინტერესო იყო რამოდენიმეჯერ მოისმინა, კი, კაია, გელი, რამე, ცხვრები, ისა, მაგრამ არ უყვარს კომბლე. და ვერც ეყვარება, იმიტომ რომ კომბლესთან მას პირადი ურთიერთობა არ ქონია არასდროს. და ესე არის რა, ეს იმ პერიოდმა გამოიწვია ეს, რომ აი მე ფული არ მაქვს, ეხლა საჩუქარს ვერ ვუყიდი, ამიტომ ვერ ავალ, ხელცარიელი ხომ არ ავალ. მე პირადად ჩემიდან გამომდინარე ვიძახი. ვის რა თუნდა თქვენი საჩუქარი კაცო? მოსვლა გინდა? მოდი. ისე მოდი რა. შენი მოსვლაა ჩემთვის მთავარი, თორე შენი საჩუქარი კი არა. შენი ჩემს გვერდში დგომაა მთავარი და არა შენი საჩუქარი. მე არ მაინტერესებს შენ რას მომიტან საჩუქრად, მე მაინტერესებს რომ შენ გაგეხარდა და მოხვედი ჩემთან. ჩემ გვერდში ხარ. ჩემს ხინს იზიარებ, ან ჭირს იზიარებ, ნუ ჯვარისერია ყველას, მაგრამ ნუ ესეა, ხო? და არ ვაფასებ ადამიანებს იმის კრიტერიუმებით, რომ აი მე ახლა არ მომიტანა ახლა იმას საჩუქარი და დედა რა იყო ეს კაცო, რა მოიყვანა ესე ხელსარიელი, ასე არ ვიფიქრებ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ალბათ ეს კომპლექსი დაგვეწყო, რომ აი ყოველთვის ყველგან რომ ხელსარიელი არსად არ მიდიოდა, არავინ კომუნისტების დროს ყველას მეტნაკლებად რაღაცა ფული ქონდა, მერე იაფიღირდა რაღაცეები და ყველას შეეძლო რაღაცეების ყიდვა. შესაბამისად მიდიოდნენ ყოველთვის რაღაცა საჩუქრით. თან ცდილობდნენ რომ ძვირიანი ეყიდათ, შეიძლება სახში რაღაცა არ ქონოდათ რაღაცა კარადა ქონოდათ გამოსაცვლელად, მაგრამ იმას მაინც ძვირიანს უყიდნენ, რომ აი როგორ გაის ამდენი ფული დაუხარჯია, როგორ შეწუხდა. ვიარში რას ქვია შეწუხდა? შეწუხდა რას ქვია? ანუ მე თუ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ მოვიდე შენთან და საჩუქარი მოუტანო, კიდე შენ მოგიტანო საჩუქარი, ამ მნიშვნელობა აქვს. კიდე შენ შვილს მოუტანო საჩუქარი, ხო? თუ ამის შესაძლებლობა მაქვს, ესე იგი სურვილიც თუ ვიყიდე რაღაცა, სურვილი მქონდა ამისი. კი არ შევწუხდი. შეწუხება არის, როცა არ შეგიძლია და აი არ შეგიძლია და მაინც რაღაცას გააკეთებ საიმისოდ, რომ ვიღაცას არ ჩამორჩე, ან ვიღაცას არ ეწყინოს, ან ვიღაცას აი ეს ვიღაცას რაღაცა არ დაემართოს, აი ამან ძალიან ბევრად დაგხვია უკან. უნდა მივიდეთ ერთმანეთთან ადამიანები, უნდა დავაფასოთ ერთმანეთი ჩვენი გვერდში დგომით და ჩვენი მის მიმართ პატივისცემით და არა საჩუქრით. ნამიგეთ, აი მე ესე ვფიქრობ პირადად და აი ამან ბევრი რამეზე დაგხვია უკან, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ აღარა გვაქვს ურთიერთობა ჩვენს უახლოეს ნათესავებთან, მეგობრებთან და მეზობლებთან და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობის მიხედვით ვფიქრობთ და არა მართლა რეალური პატივისცემის მიხედვით. კიდევ ვიძახი, საჩუქარს არ აქვს მნიშვნელობა, შენს გვერდში დგომას აქვს მნიშვნელობა, შენს მოსვლას აქვს მნიშვნელობა. დღეს ყველა გადარბენა აქვს ვითომ რაღაცას დარბიან სადღაც აი რო კითხო. გადარბენა მაქვს.
გადარბენა რანაირად გაქვს ამერიკაში გადარბენაც მე იქ უნდა ნახოთ ამერიკაში როგორია ერთი დღე რო არ იმუშავებ და მეორე დღეს რო ჯიბეზე გირწყავს აი ეგ არის გადარბენაზე ცხოვრება ერთი და იგივე რო არის ყოველი დღე და შეიძლება ვერც გაარჩიოთ გუშინდელი დღე არის თუ დღევანდელი თუ გუშინწინდელი დღე არის აი იმდენად ერთნაირი შეიძლება იყოს დღე რომ აი ეგ არის გადარბენაზე ცხოვრება იმისთვის რომ შენი თავი არჩინო და კიდე ცოტა დანაზოგი გააკეთო რომ რისთვისაც ხარ წასული იქ იქნებ შედეგი გამოაღებინო იმიტომ რომ იმ დანაზოგით მე აქ ჩადო რაღაცაში ფული და ისე გაიხადო შენი საქმე რომ სიბერეში მაინც იყო უზრუნველყოფილი ელემენტარული საჭმელის ფულით აი ის არის გადარბენაზე ცხოვრება საქართველოში რა ვერ მოიცალეთ რა გადარბენა გაქვთ ან ვის რა გადარბენა გვაქვს 6 საათის მერე თითქმის თუ მაღაზიაში არ მუშაობ სადმე მაშინ რა ქვია მაღაზიების ქსელში რა ქვია ის პოინტი და რაღაცეები ხო ის პოინტი ბოდიში ყველას ან რაღაც ეგეთ სადაც 10 საათამდე არის საღამოს 10 საათამდე არის მუშაობა თუ მანდ არ მუშაობთ მაშინ რა გადარბენა 6 საათის მერე 7-ის მერე ყველაფერი იხურება და იკეტება და არც ერთი ინსტანცია აღარ მუშაობს სახელმწიფო რომ რაღაცა საბუთის ამბავზე იყო გასული ან რაღაცის მოსაგვარებლად იყო გასული ხო ბანკები 6 საათზე იკეტება მაღაზიები უმრავლესობა 6 საათზე იკეტება 7-ზე იკეტება ზოგი 8-ზე ისიც მანქანების ნაწილების რაღაცა ესეთი მაღაზიები რა პროდუქტებს არ გულისხმობ ამიტომ სურვილი აქვს სურვილი მე ამას დაემატა ინტერნეტის სივრცე რომ უკვე ჩათებს აკეთებს ხალხი სანათესაო ჩათი ჩართავენ ყველა ვიდეო აქ ჩართული და ესეთ გარან კომპიუტერთან და ისე ურთიერთობენ კომპიუტერში ხო და კომპიუტერით ურთიერთობა რეალური ურთიერთობა არ არის და რეალური გზნობები არ არის და რეალური შეგრძნებადი სითბო არ არის ამის თქმა მინდოდა მე ყოველ შემთხვევაში ესე დაიკარგა ეს ერთ-ერთი ყველაზე დიადი და თბილი რაც კი გააჩნდათ საქართველოს და ქართველებს რა რაც სხვებისთვისაც იყო მისაბაძი და სხვებისთვის იყო იმდენად მომხიბლავი რომ მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ ზუსტად მაგის გამო გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად ამერიკიდან თუნდაც ეხლა რაც შეეხება აი იმას რომ ძალიან მე მინდა რომ ყველას გირჩიოთ და გთხოვოთ რომ თუ ვინმეს ყავთ თუ ვინმე სოფელი გაქვთ და იქ ცოცხალი ბებია ბაბუა თქვენი შვილისთვის ცოცხალი ბებია ბაბუა იქ ცხოვრობენ და შეგიძლიათ რომ თქვენი შვილები სოფელში გაუშვათ და რაღაცა პერიოდი თავის ბებია და ბაბუასთან ერთად გაატარონ ძალიან კარგს იზავთ იმიტომ რომ ბებია ბაბუა არის ძალიან სულ სხვა სითბო მშობლის სითბოსგან განსხვავებული და აბსოლუტურად აუცილებელი ბავშვისთვის იმიტომ რომ ბაბუას და ბებიას შეუძლია აკრძალვის გარეშე და აი რაღაცა ზედმეტი გაკონტროლების გარეშე აკეთებინონ ბავშვებს რაღაცეები ოღონდ დადებით გულისხმობ მე ამ შემთხვევაში რა შეუძლიათ იმის ჭკუაზე დავიდნენ გავარდნენ ერთად ითამაშონ ბაბუამ და შვილიშვილმა ბებიამ და შვილიშვილმა რაღაც ეგეთები აკეთონ რა ბავშვურები დიდებმა და მე ხო იცი თუ ოდნავ ისეთი ბებია ბაბუა ყავს რომ მას სოფელშიც პატივს ცემენ და ასე შემდეგ
თავისთავად ეს ის ბავშვები მეზობლებისგანაც გრძნობენ იმ სითბოს, იქ სხვანაირი ახლობლობა, სხვანაირი მეზობლობა სოფელში, სხვანაირი დამოკიდებულება არის, იმიტომ რომ იქ მეტია სითბო, ქალაქში არ არის ამხელა სითბო, ქალაქი ცივია, ბეტონია ქალაქი და იქ ხეა, ტყეა, მინდორია, ბევრი თავისუფლება, ისეთი რაც ქალაქში არ არის. ამიტომ ძალიან კარგ სიზავთ დამიჯერეთ, მე პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მე როცა ვიზრდებოდი, კიდევ კარგი, რომ ჩვენ დროს, აი, 3 თვე იყო ხოლმე არ დადეგები, საზაფხულო, მაისიდან რო დაგვითხოვდნენ, ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბრის დასაწყისში იწყებოდა ხოლმე, ახლდებოდა სწავლა და შესაბამისად 3 თვე ვიყავი ხოლმე სულ რაჭაში. დედაჩემის მხარეს, დედაჩემის მამა და დედაჩემის დედა უსაყვარლესი ხალხი, უთბილესი ხალხი. მე ბაბუაჩემი ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და იცნობდა მთელი 3 სოფლის ხალხი და ყველა პატივს სცემდა და ძალიან ისეთი კაცრი, მაგრამ სამართლიანი ადამიანი იყო. მე ძალიან მომხენი, ძალიან ხელგაშლილი თავის დროზე და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ, რო იგებდნენ რომ მე იმის შვილი ვიყავი, მით უმეტეს უკვე, ოხ, ეს ჩვენიანია და აი ხან ოჯახში და კანფეტები და რაღაცა და ვისაც ქონდა შესაძლებლობა, ხა მაგ პერიოდში ვის რა შესაძლებლობა ქონდა 90-იანებში, მაგრამ მაინც სოფელი მაინც სხვა არის, იქ ქათა მიყავს ვიღაცას, იქ ისყავს, რა ქვია, ლორი აქვს ჩამოკიდებული, თავისით გაზარდა რაღაცა ესა და მეტი იყო შესაძლებლობა და სითბოც მეტი იყო. იქ ოჯახთან მისული და იქიდან უპატივისცემლოდ ვერ წამოხვიდოდი, იმიტომ რომ უთუოდ გცემდნენ რაღაც პატივს, გვინო ქონდა ხალხს და ასე შემდეგ. ბებია მეორე მხარეს კიდე, ბაბუაჩემი ძალიან პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა. 93-ში გარდაიცვალა მამაჩემის მამა. და ისე ბუნდოვნად, მახსოვს, მაგრამ თლათ ისე კარგად არა რა. რამოდენიმე ეპიზოდი მახსოვს, იმიტომ რომ ავადმყოფობდა ძალიან დიდი პერიოდი და ასე შემდეგ. მაგრამ ბებიაჩემი იყო ფოსტალიონი, მამაჩემის დედა, რომელსაც იცნობდა მთელი 4 სოფელი. თან პოსტალიონებშიც განსხვავება არის, რომ ზოგი არის, რომ წერილები დახქონდა და დეპეშები და ისეთ რაღაცეები, რაც არ სიამოვნებდათ მაშინ ხალხს, იმიტომ რომ დეპეშა თუ მოვიდოდა ან ცუდი ამბავი იყო, ან რაღაცა ისე დაძაბულობასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ბებიაჩემს დახქონდა პენსიები. ხო და პენსიები, რა იყო მაშინ პენსია 10 ლარი იყო, 12 თუ რაღაცა, მაგრამ მაინც დახქონდა ბებიაჩემს და სანამ საბოლოოდ დაიშლებოდა ყველაფერი და იცნობდნენ ბებიაჩემს და აი ბებიაჩემისგან მაგალითად ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა მაქვს ნასწავლი, რასაც ჩემი მშობელი ალბათ შეიძლება ესწავლებინათ, მაგრამ მაინც რო გიყურებს ბებია, ბაბუა, იქ სხვანაირად აღიქვავენ შენ, სხვანაირად გაკონტროლებენ, სხვა რაღაცეებზე გაკონტროლებენ და არა ისეთ რაღაცეებზე, რაზეც მშობელი ზრუნავს ისედაც რა. აი მაგალითად ერთი მაგალითი იყო ესეთი, რომ უკვე თმის დავარცხნა რო დავიწყე ბირჟაზე წასასვლელად და ბებიაჩემმა დამინახა, ბაბუაჩემი უკვე აღარ იყო ცოცხალი. დამიძახა, მოდიო, მივედი. მოდი ახლა ჩვენო უნდა ვისაუბროთ მე და შენო. აი მე ვთხარი ვისაუბროთ. მე რო გაკვირდებიო შენო ეხლაო უკეო იპრანჭებიო. რომ მიდიხარო სანახშოს ეძახდნენ ჩვენთან, ბირჟა რუსულად. აი სანახშოზე რომ მიდიხარო შენო, გაკვირდებიო ეხლა მეო და აი უკვე თმების დავარცხნა დაიწყე, უკვე ესე იგი ვიღაცებს ეპრანჭებიო. ხო და მე ეხლა შენ გეტყვი გვარებსო, რომელი გვარიცო შენ არ გეკუთვნისო, რომ იმასთან ურთიერთობა გქონდესო. კარგი მე ვთხარი. შენ რა გვარი ხარ იციო, კი მე ვთხარი ვიცი. თავისთავად არ შეიძლებაო, ხომ? კი მე ვთხარი.
დედაშენი რა გვარიო? უთხარი რა გვარიო. ესე იგი დედის გვარის ვინც არისო, ხო? არ შეიძლება, იმიტომ რომ ბიძაშვილები გამოდიან შენი. კი ბატონო მე ვთხარი. ეხლა გავავრცოთო წრეო. ბებიაშენი რა გვარი არისო? უთხარი, დედაჩემის დედა იგულისხმა, უთხარი რა გვარიც იყო. მეო რა გვარი ვარო? უთხარი ესა და ეს. ანუ ესენიც არ გეკუთვნიანო შენო. კაი მე ვთხარი. ეხლა კიდე განვავრცოთო. შენი დიდი ბებია რა გვარი იყო? მე უთხარი რა გვარიც იყო. მეორეო, მეორეც უთხარი. ესენიც არ გეკუთვნისო შენო. მერე გაავრცო კიდე, გაავრცო და იმ ისეთ რაოდენობა გვარების ჩამოთვალა, რომ ფაქტიურად დედაჩემი და მამაჩემი გვერდ სოფლიდან არიან რა. წარმოშობით რა, ანუ პრინციპში ერთი სოფელია, გადაბმული არის ერთმანეთი ეს მიყოლება სოფლები. იმ ორი სოფლის მასშტაბით არც ერთი გვარი არ დატოვა, რომელიც ჩემთვის იყო ნებადართული. ნუ გავპრანჭოდი, ხა მაშინ რაზე ალაპა ხა სოფელში ისედაც არ ვკადრულობდი მე რაღაცა ისეთი გადახვევებს, მაგრამ ნუ არ გეკუთვნისო. ხო და მე დავდიოდი ესე და ვეხვეწებოდი ყველას ბიძაშვილად ავიქავდი უკვე, იმიტომ რომ უამრავი გოგო იყო ჩემს ირგვლივ და ზოგი რა გვარი, მაგრამ ნუ არ გამოდიოდა არც ერთი არ მეკუთვნოდა რა ეს. და ეს მქონდა როგორც 10 მცნება რა, ბებია ჩემის 10 მცნებას ვეცახი მე მაგას რა, რომ აი არ შეგეძლო, არ ქონდა უფლება, რომ შენი გვარის, შენი გიდა დედის გვარის ხარეს რაღაცნაირად გაგეხედა, არ ქონდა, ამის უფლება არ ქონდა. დღეს აი უამრავ შემთხვევაში ისეთი ამბები გამიგია, ნუ აი სამარცხვინო, გეგონება ქალი არ არსებობდეს, გეგონება კაცი არ არსებობდეს, რომ შენი საკუთარი გვარის ადამიანზე არ იმასაქნა რაღაცა აგიჩუყდეს გული, თუ რაღაცა რაც ქვია რა, მოკლედ. ხო და აი ეს ზნეობრივი პაკეტი მოდიოდა ბებია ბაბუისგან. ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ მშობლებს და დედმამას ჩვენთვის არ ეცალათ, იმ დონეზე გავარდნილები იყვნენ ყველა საშოვარზე, რომ ყველას რაღაცა ორი კაპიკი მაინც ეშოვათ, რომ ადამიანებს თავიანთი ოჯახები გამოეკვებათ, რომ მაგ დროინდელ მშობლებს არ ქონდათ ჩვენთვის დრო, რომ აი მორალურ და ზნეობრივ რაღაც ფაქტორებზე ესაუბრათ ჩვენთვის ესე დამჯდარიყვნენ და რაღაცა კონკრეტულს თვითონ თუ არ წააწყდებოდნენ უშუალოდ, რომ აი რაღაცა ისეც, რომ აი იმაზე უკვე რეაგირება უნდა მოეხდინათ, ისე არ ქონდათ ამისი დრო და ვერც გელაპარაკებოდნენ ამ თემებზე რა. ამას აკეთებდნენ ძირითადად ბებია ბაბუები. და დღევანდელი თაობების ბებია ბაბუები თუ არიან ცოცხლები და სავარაუდოდ არიან ცოცხლები, თუ ცხოვრობენ სოფლად, რაიონებში თუ არიან, აუცილებლად გაუშვით ხოლმე თქვენი შვილები მათთან დასასვენებლად, დასატოვებლად. ისე, ანუ შენთან ერთად როცა არის შენი შვილი, ხო, ეგ სხვა არის კაცო. იქ ის არ მისცემს არანაირ შენიშვნას, იქ ის არ ასწავლის არაფერს ისეთს, რომ იმიტომ რომ შენ ახარ იქ და შენ უნდა მოახდინო ამაზე რეაგირება და ასე შემდეგ. მაგრამ როცა თქვენ არ იქნებით და იქ მარტო ბებია ბაბუა იქნება, ხო? აი იქ უკვე აი ის ზუსტად ის მარცვლებს ისინი უფრო აღვივებენ ბებია ბაბუები, ვიდრე მშობლები დღეს. იმიტომ რომ ჯერეთი ახლანდელ თაობაში ისეთ ასაკში მოყავთ ხალხს ცოლები და მერე შორდებიან და მერე ისევ მოყავთ რაღაცა და მერე ისევ შორდებიან. ადამიანებს გაუქრათ ოჯახის შეგრძნება რა, აი ადრე თუ იყო აი ზოგი კი ეს სადღაც ცუდ გავლენასაც პოვებდა ხოლმე, იმიტომ რომ იმის ხათრით რომ ვიღაცას ოჯახი არ დაენგრია, ძალიან ბევრი რამის თმენა მოუწია ზოგჯერ ხალხს, მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევები. ეხლა მასიურად რა,
აი ეს თუ გიგდა შენი უფლება, იმის უფლება, ამან დაარღვია იმის უფლება, კონვენციით თანახმად შენ ეს უფლება არა ვინ დაადგინა ეს უფლებები კაცო? რა უფლება, ვის უფლება, რა ადამიანს გააჩნია შინაგანი მორალი, რომელიც ეს ღმერთისგან მოდის, ზემოდან მოდის რა, სულ რო არავინ არ გასწავლოს არაფერი, ხო? ეს შინაგანად გიდევს გენეტიკა, აი გააქვს, შიგნით გაქვს ეს ღმერთის მორალი, გააქვს შიგნით, რომ რაღაცა ისეთი არ გააკეთო, რაც ამ საზოგადოებიდან გარიყულად გაგხდის. თუ ესე გინდა ცხოვრება, მაშინ უნდა წახვიდე სადღაც იცხოვრო მარტო ტყეში, არავისთან კონტაქტი არ გქონდეს და გინდა ის რა ქვია, ესე მოიქეცი, იქა გინდა უზრდელურად მოიქეცი, გინდა შიშველ მაირბინე, გინდა ჩაცმულ მაირბინე, თუ არავინ არ ხედავს და თუ არავინ არ გიყურებს და თუ შენ აბსოლუტურად მარტო ხარ, აი, ქენი რაც გინდა კაცო, მაგრამ არსებობს საზოგადოება, არსებობს ამ საზოგადოებაში მიღებული თამაშის წესები, რომელიც მე არ ვამბობ, რომ სულ იმ წესებით უნდა ითამაშო, რომ არ მომწონს რაღაც წესი, იმას დავარღვევ კიდევაც და გადავუხვევ კიდევაც, მაგრამ შენი ამ გადახვევით მე არ უნდა მომადგეს ზიანი, მეორე ადამიანს. თუ მე ზიანი მადგება ამითი, ხო, შენ რას გადავუხვევ? არ მოგცე მაგის უფლებას, უბრალოდ. არ მოგცე მაგის უფლებას. თუ შენი თავისუფლება ჩემს თავისუფლებას კვეთს ისე რომ მე ამითი რაღაცა მაკლდება და ვწუხდები, ხო, არ მოგცე მაგის უფლებას. ხო და ეს სიტყვები ახლა ადრე იცოდნენ ხოლმე მებია ჩემად, ბაბუა ჩემად. ამას ნუ აკეთებ სირცხვილია. გამიგე? ეს სიტყვა ბევრმა ამოიღო, იმიტომ რომ ვიღაცა ფსიქოლოგმა უთხრა, რომ მაგითი კომპლექსი განვითარდება და კომპლექსი და უკომპლექსო და ისა არის ცხოველი. არაფრის რო არ ერიდება და ის რა ქვია, ეგ არის ცხოველი, არის უკომპლექსო. და მიდი იყავით ცხოველები მაშინ, სირცხვილიას რო იტყოდნენ, იმიტომ იტყოდნენ, რომ შენ იმდენად ამოვარდნილი იყავი. ყველაფრიდან, მათ შორის თავისუფლებიდანაც, რომ ის ითვლებოდა უკვე სირცხვილად. ამიტომ ისინი გეუბნებოდნენ, რომ ამას თუ გააკეთებ, იმიტომ რომ ეს სირცხვილია. დღეს დედის გლანდებს აგინებთ ერთმანეთს პირდაპირ იმაში და ეგ არ გესირცხვილებათ. გოგოებით გახართ და რა სიტყვებით ილანძღებით. დედის გლანდებს ერთმანეთს აგინებთ და ეს ხარ და შენ ის ხარ და ადამიანის ორგანო არ არსებობს, რაც ერთმანეთზე ნაწოდები არ გაქვთ პირდაპირ ეთერებში. და არ გესირცხვილებათ ეს. და აი, ნუ ვისაც ეხება, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს. ნუ ვისაც ეხება რა. აი ესეთ ბავშვობაში ვიზრდებოდით. მამა ჩემმა მაგალითად, ჩემი ძმის შვილის გულისთვის ჩავიდა მთელი სტადიონის ზომები რა არის 80-120 თუ რაღაც აღარ მახსოვს მოკლედ. სტადიონი გაუკეთა ბავშვს იმის გულისთვის, რომ ჩასულიყო თავის სამეგობროსთან ერთად და ეთამაშა ფეხბურთი. ერთი დღე არ უთამაშია ჩემს ძმის შვილს იქ. მაგრამ ამან გაუკეთა. დაუთიბა, ეკლებისგან გაუსუფთავა, შტანგები დაუსვა, რომ ხის განმართალია, მაგრამ რა მნიშვნელობაა? სტადიონი გაუკეთა ბავშვებს. ეს გეუბნები 2010-მდე პერიოდში რა, 2010-მდე. ხო და აი ეს არის რა, გაუშვით ბებია ბაბუასთან ერთად, შვილები. ოღონდ ისე რომ თქვენ იქ არ იყოთ. მიხედავენ ისინი. ნორმალურად, ტკბილად, გემრიელად, მეზობლებიც გაიცნობენ, მეგობრებიც ეყოლებათ, სითბოსაც ისწავლიან, რა შეიძლება, რა მოსულა, რა არ მოსულა, მაგასაც ისწავლიან, ყველაფერს ისწავლიან, იმიტომ რომ ქალაქში ეს აღარ ხდება. ქალაქში ხო, აი, იმისავით არის ამერიკაში რო ჩავედი, პირველი რჩევა რაც მომცეს, რომ
ეცადეო რომ ქართველების თავშეყრის ადგილას არ იყო სულ ძირითადად არ იყო რა მე გამიკვირდა მეთქი რატო კაცო რატო არ უნდა ვიყო ქართველები არ არიანაც არა აი საქართველოს სარტყელს გაშორებული ქართველი სხვანაირი ქართველია რა მოგეწყინებათ ეს ყველას არ ეხება ეს რა თქმა უნდა მე არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანი ამერიკაში ძალიან ბევრთან მეგობრობ ძალიან აი ერთ-ერთი ადამიანი განსაკუთრებით ნუ აი იმდენად ჩემიანი არის და იმდენად მაგარი ადამიანია რომ რა ვიცი ხა რა გითხრათ რა მაგრამ ძირითადად რა ერიდები იმიტომ რომ იქ ეს სირცხვილია არ მოქმედებს და ისეთ რაღაცებს კადრულობენ რომ აი წარმოდგენაც კი შეუძლებელია მაგას არც ერთი უცხოელი არ კადრულობს უცხოელები ისე არიან ცივები ისე არიან უკვე ისე გაზრდილები არიან ისე რომ არ გენდობა და არც შენ არ უნდა ენდო იცი ეს წინასწარვე იცი და შესაბამისად მე არც თვითონ უშვებს რამე ისეთ შეცდომას და არც შენ არ აძლევს შენ თავს იმის უფლებას რომ შეცდომა დაუშვა იმიტომ რომ იმაზე იცი რომ გიჩივლებს რაღაცა ისა ესა რაღაცები ხდება იქით მაგრამ ქართველი აი აღვირახსნილიო რო არის ნათქვამი ხო აი ქართველი რო აღვირს იხსნის ხოლმე ძალიან ცუდად იხსნიან ვისაც შეუძლია მაგის მოხსნა ხო ისე ცუდად იხსნიან და ისეთ რაღაცებს შეიძლება იკადრონ მეტი რო არ შეიძლება ამიტომ აი ეს არის რა აი ბებია ბაბა ეხლა ის რა ქვია ვაიმე ჩემი შვილი როგორ გაუშვა ეხლა ბებიასთან ერთად ვაიმე ეხლა პირიქით უნდა გაუშვათ ბებია ბაბუასთან ისე ოღონდ რომ თქვენ არ იყოთ რამოდენიმე დღე ერთი კვირა 10 დღე რომ იმათმა აი ის მარცვლები ჩადონ იმ ბავშვში რომ ის მთავარი ადამიანური სითბოები და სიყვარული გაღვივდეს და აი ის ქართული სული რაც იყო რომელიც ესე გვეამაყებოდა ჩვენ ყოველთვის ქართველებს ხო და სხვა ოცდებოდა ამი გაოცებულები იყვნენ ხოლმე რომ რა აიმე ესეთი ადამიანები ესეთი არ მინახავს არსაც შემხედრია ეს აი ეს იქ უღვივდებათ იმათთან ურთიერთობით ამიტომ ეცადეთ ხოლმე რომ რამოდენიმე პერიოდი მაინც გაატაროს ბებია ბაბუასთან და მამა ჩემი ადამიანი მთელი დღის ნაშრომი ვენახში ამოვიდოდა ხოლმე და ჩემი შვილი გაეკიდებოდა ტრაქტორით მაკატავეო ეხლა წარმოგიდგენია დილის 6 საათიდან ვენახში ნამყოფი ადამიანისთვის როგორია რომ ვიღაცა გეუნება წამოდი ხა ტრაქტორით მაკატავე და ერთხელ არ მახსოვს რომ მამა ჩემს ეთქვა ჩემი შვილისთვის არა ბაბუ მოიცადე რაღაცა დავიღალე მე სხვალზე რაღაცები არ გადაუდია და 2 წელს დაარტყმევინებდა ეხა ეზოში ნუ ტრაქტორით და დამთავრდებოდა და ეს იყო ბედნიერი გაგიჟებული ბაბუამის ამბავში რა აი ჭკუა ეკეტება ეხლა ბაბუამი მეორე ბაბუაზე მით უმეტეს ჩემი მეუღლის მამაზე იმიტომ რომ ის სხვანაირი ამბავი ის მაინც გამოწერის ამბავი იყო სათამაშოები მოდი ბაბუ გამოვწეროთ რაღაცეები და დაждდებოდნენ და სათამაშოებს იწერდნენ და ეს იყო ხო ამიტომ აი დიდი სითბო და აი ის დიდი სითბო და სიყვარული აქვს მაინც ბებია ბაბუებს მშობლები კი ცდილობთ რომ ძალიან განუზომელი სიყვარული და სითბო მივცეთ ჩვენ შვილებს კი ბატონო და ესეც უნდა იყოს მაგრამ აი ეს ნიუანსები რა ნიუანსები სოფელში ქალაქ გარეთ ხდება და ქალაქ გარეთ შეუძლია რომ ბავშვს ჩაუდოს ბებია ბაბუამ ტვინში ის მარცვლები ხო ეს ხდება მარტო ქალაქ გარეთ ეხლა რატო უკაცრავად
რატო გადავწყვიტე ამ თემაზე საუბარი და ამ ეს გადაცემა რომ იმეწყნა ამ საკითხებზე რა. ყველა ვლაპარაკობთ რაღაცა ისეთ თემებზე, რომელიც არის წარმავალი. წარმავალია რა. აი რაღაცა ინვესტიციები, ესენი შემოდიან, ისინი შემოდიან, ვაიმე ქართველობას გვართმევენ, თუ წართმეული გვაქვს უკვე ქართველობა, წართმეული გვაქვს. წართმეული გვაქვს. ადამიანის ჭირი რო გიხარია, ერთმანეთთან ურთიერთობა რო არა გაქვს. ჩემი შვილი თავის 4 ბიძაშვილს არ იცნობს მაგალითად მგლებივით ბიჭებს. აი ეს არის რა, უკვე წართმეული გვაქვს. ჩვენ ეს ვითომ რაღაცა პირადი სივრცე და ვაიმე და არ მომეკაროთ და ეხლა მე ისა ინტროვერტი ვარ. აი ინტროვერტი ხარ. ინტროვერტი თუ არ დადი მთაში და გააკეთე რაღაც სახლი და ეგ და იქ თუ კაია. დააბრალეს ეხლა რაღაცა და ჯერ ბიჭო ამდენი ფსიქოლოგიური რაღაცა ის ფსიქოლოგია ხა ახალი იმითი გაიდლაინით ეხლა ესე ხდება რა გაიდლაინით ეგრე ხდება რა ბავშვობაში ხელი არ გაგიჭრიათ დაგვიმუშავებდნენ სარეცხის საპნით იმის რა ქვია გადაგვიხვევდნენ ჩვეულებრივი ბინტი და დამთავრებული ამბავი იყო ვის მივყავდით ექიმთან ასაცრელად ხელი გაიჭრა ბავშვს არ მიყოფილა ეგეთ შემთხვევა რო ხელის გაჭრის გულისთვის ტეტანუსზე ავეცარით ვიღაცას რა არ ყოფილა ეგეთი გადახოხნილი მქონდა მუხლის თავები ხანსად ვიმტრეოდით ხოლმე და ხანსად დავძრებოდით და ეხლანდელი თაობებისგან განსხვავებით არც ინტერნეტი არ მქონდა ჩვენ და პირველად რო დენძიო თუ რაღაც რო ერქვა ხოლმე ის რო შემოვიდა ის თქვა მარიო და რაღაც თამაშები იყო გაოგნებულები ვიყავით ჩემ ბიძაშვილს მქონდა იმიტომ რომ მაშინ მათ ჰქონდათ მარტო საშუალება და იმათ ჰქონდათ კომპიუტერი და იქ ვიკრიბებოდით მთელი სოფლის ბავშვები და ის გვეთამაშა. და თქვენ წარმოგიდგენიათ მთელი სოფლის ბავშვები სახლში კომპიუტერს უთამაშობს. იქ რა ხდებოდა დაახლოებით მაინც წარმოგიდგენიათ როგორი ხმაური და როგორი რაღაცა ხდებოდა იქ. მაგრამ ნუ ეგრე იყო. მე გამოგვაგდებდნენ სახლიდან წადით ეხლა კომპიუტერი გათიშეთ თვალებს გეტკინებათ რაღაცა და მე გავარბოდით ხან რიონზე ვანაობდით გადავცურავდით იქით რა მოვიპარავდით სიმინდებს გადმოცურავდით აქეთ შევწავდით იქვე არც კი ვიმალებოდით არაფერი და აი ვატარებდით დროს და ამ ურთიერთობებში ვიზრდებოდით ადამიანები რომლებსაც გაგვაჩნდა ერთმანეთის პატივისცემა დაფასება ზრდილობაც მე თუ ვინმეს რამე ისე ვერ იყო ვეუბნებოდი რომ არა ბიჭო ეს არ ქნა რა სიცხვილია ესე აბა ის რა სიტყვის ეს რა სიტყვის შენ რაღაცა გვაინტერესებდა ერთმანეთის აზრი იმიტომ კი არა რომ ვიღაცა აი ვინც ის ჩაგვაგონა პირველად რომ ფეხებზე არ კიდია ვინ რა სიტყვის კი რაღაცეებში მკიდია მართლა რაღაცეებში ძალიან არ მაინტერესებს ვინ რა სიფიქრებს თუ მე ვთვლი რომ ის არის სწორი და მიმაჩნია რომ საკმარისი მორალი გამაჩნია იმისთვის რომ მივხვდე მე თვითონ რა არის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სწორი და არასწორი შესაბამისად მე ისე ვიქცევი და ისე ვაკეთებ მაგრამ რაღაცეებში არ არის სულეთი ვიღას იფიქრებს იმიტომ რომ შენს ირგვლივ ადამიანები ქმნიან შენს ქვეყანასაც და შენს სოციუმსაც და შენს ყველაფერს და შენ თუ ახლა ისინი ფეხებზე კიდიან ვირას იფიქრებს კიდე ვიძახი მაშინ წადი ბიძია იცხოვრე მარტო ცალკე სადღაც იმიტომ რომ შენი ესეთი დამოკიდებულებით და ესეთი თავისუფლებით ხო სხვის ღობეში გადადიხარ მერე სადაც არ გაქვს უფლება გადასვლის და არც არავინ მოგცემს ნორმალური მაგის უფლებას შესაბამისად ესეა რაღაცეები არის დღესაც სირცხვილი უსირცხვილო არის ცხოველი რომელმაც ეგ გარიცის თუმცა ძაღლებში და კატებშიც არის რაღაც ინსტინქტის დონეზე ის რომ რაღაცას რომ დააშავებს ცხოველი კი ამარა იცის რომ იმან რაღაც დააშავა და სხვენია აბა ესეა ამიტომ აი ესეთი მორალური ესეთი ზნეობრივი რაღაც საკითხები ყოველთვის მოდიოდა ხოლმე ბებია ბაბუისგან იმიტომ რომ
ბებია ბაბუას ბევრი ცხოვრება აქვთ ნანახი იმ გაგებით, რომ კომუნისტებს მოესწრნენ, მერე სამოქალაქო ომს მოესწრნენ, კარგად ახსოვთ, დიდები იყვნენ ჩვენგან განსხვავებით. მერე შიმშილობას მოესწრენ და გადაგვატანინეს თავიანთ შვილებს ეს, რომ არ მომკვდარიყავით შიმშილით, სიცივით და ასე შემდეგ. მერე მოესწრენ იმას, რომ თითქოს რაღაცა უნდა დალაგებულიყო ნორმალურად ყველაფერი, მაგრამ იქაც რაღაცა და ეს დიდი გამოცდილება აქვს ცხოვრებისეული და მოესწრენ იმ ძალიან თბილ ხალხსაც, მე ცოტა გაგრილებულს, მე კიდე და ეხლა უკვე საყინულეში ცხოვრობთ, ეგეთი შეგრძნება მაქვს, გარეთ რო გავდივარ. თავის აწევა აღარ მინდა რომ გავიხედო, გამოვიხედო და ადამიანები დავინახო რა, იმიტომ რომ აი ესე ცივი რაღაცნაირი არაფერი გულთან ახლოს რო არა გვაქვს მიტანილი და არაფერი გულთან ახლოს არ მიგვაქვს, ეგეთი ქვეყანა გავხდით თითქოს რა. რაც ძალიან სამწუხაროა. მინდა რომ თუ ვინმეს გააქვთ მაგის საშუალება, უფრო მეტი დრო ატარებინეთ თქვენ შვილებს, თქვენს დედებთან და მამებთან. იმიტომ რომ ბებია ბაბუას სხვანაირი სითბო მოაქვს. მე რომ გაიზრდება თქვენი შვილიშვილებიც, თქვენი შვილებიც იმას იტყვიან, რომ აი ბებია ბაბუა, ჩემი ბებია ესე შვებოდა, ჩემი ბაბუა ესე შვებოდა, ასე იყო კარგი, ესე იყო სწორი. მე ხვდებით ამას. ახალგაზრდებს აი ჯენზი თაობა თუ რაც ქვიათ ახლა, ხო? თქვა ჯენზი თაობას ეხლა რო გონიათ რომ რაღაცას სწორად და რაღაცას კარგად აკეთებენ და ეს არის თავისუფლება თუ რაღაცა ხო ესე რო გონიათ აი გავა დრო, გავა წლები და ის ადამიანები ძალიან ცუდად დაფიქრდებიან იმ შედეგებზე რაც თავისი განვლილი ცხოვრებამ თავისმა განვლილმა ცხოვრებამ მოუტანათ მაგრამ მე გვიან იქნება რა იმიტომ რომ იმ წლებს ვეღარ დაიბრუნებ და იტყვი ესე ზუსტად რომ ნეტა დამეჯერებინა, ნეტა მომესმინა, ნეტა გამეთვალისწინებინა, რასაც მამა ჩემი, რასაც ბაბუა ჩემი მეუბნებოდა, იმიტომ რომ ეს ესე გარდაუვლად ხდება. აი როგორც წესი რა, იმიტომ რომ ადამიანებმა იციან შენ რომ რაღაცას აკეთებ ახლა თინეიჯერების ასაკში მერეც ხო იმათ იგივე გავლილი აქვს უკვე, იგივე შეცდომა დაშვებული აქვს უკვე. მე იმას არ ვამბობ, რომ თქვენი შვილები ახლა ყველაფრისგან რომ აი რაღაცა დაუზეთ. არა, ყველას თავის დასაშვების შეცდომა თვითონ აქვს დასაშვები. ის რაც არ უნდა დაარიგო და რაც არ უნდა გააფრთხილო და რაც არ უნდა ელაპარაკო, ხო? მაინც თუ ის შეცდომა დასაშვები აქვს, ის მაინც დაუშვებს. მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ რაღაცნაირად ისეთი რადიკალური შეცდომა არ დაუშვან ადამიანებმა, რომელსაც ქვია გამოუსწორებელი შეცდომა. გამოუსწორებელ შეცდომაში რას გულისხმობ ახლა, რომ აი ის სირცხვილია. ხო, ნიშნავს აი მაგ გამოუსწორებელ შეცდომას, იმიტომ რომ აი ზოგი გამოუსწორებელ შეცდომას ფატალური შედეგიც მოაქვს. ხანდახან, იმიტომ რომ შენ რო გგონია რომ აი მე ახლა თავისუფალი ვარ და ესე ვიზავ, ხო? შენ სხვის დაუკრეფავში გადახვედი უკვე. და ის სხვა შენ ამას ან გაპატიებს, ან არ გაპატიებს, ეს შენ არ იცი. შესაბამისად, ისე არ უნდა მოიქცე ცხოვრებაში, რომ ვიღაცის დაუკრეფავში არ გადახვიდე და ისეთი სირცხვილი არ ჭამო, რომ ის უკან აღარ სწორდება უკვე. ვერ. ამიტომ აი ამას ყველაფერს მაინც ბებია და ბაბუა უფრო კარგად ახერხებენ, ჩემი აზრით, ვიდრე მშობლები რა. და ეცადეთ, რომ თქვენმა შვილებმა ძალიან დიდი დრო გაატარონ ბებია ბაბუებთან რა. ისე კი არა რომ შეაწუხონ რაღაცა, თუმცა ადრე მაგასაც არ ვითვალისწინებდით, მაგრამ ისე რომ მათ ჰქონდეთ სიყვარული მეზობლის, მეგობრის და ეს სოფლებში და ქალაქისგან შორს ძალიან კარგად არის შესაძლებელი. მინდა რომ დაგემშვიდობოთ, ამით დავამთავრო, მინდა რომ აი ის ძველი სითბო დავიბრუნოთ ქართველებმა, რომელიც დაგვაკარგინა არასწორმა შეხედულებებმა. ეს არასწორია, ეს არ არის ჩვენი დამახასიათებელი.
ევროპას და რუსეთს და პეტრეს და პავლეს კი არ უნდა მივბაძოთ, ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი დამახასიათებელი რაღაცა. კულტურულად კი ევროპა უფრო გვირჩევნია აქეთ მხარეს. მაგრამ შენი თუ დაკარგე რაღაცა, ხო, აზრი არა აქვს. რა ის ევროპაში მიდიხარ, ვის რა. მერე ვიძახი ჩოთა რუსთაველი გვაქვს. მერე აი ვეფხისტყაოსანი მაგარია. მერე შენ დღეს რას წარმოადგენ? დღეს რას წარმოვადგენ ჩვენ? თუ ეს ყველაფერი რაც იმ შოთა რუსთაველის და ვეფხისტყაოსანში იყო, თუ ეს ყველაფერი დავკარგეთ, დავივიწყეთ. თუ სტუმარ მასპინძელი დავივიწყეთ. თუ ის დავივიწყეთ, რა ქვია, შვილს ნუყრის ნაამბობი დავივიწყეთ, თუ დავივიწყეთ galaktioni, თუ ეს დავივიწყეთ და ყველა დავივიწყეთ, ხო, აი რა. და ვინახ რა გინდა, ვინ ხარ, რა ხარ? რატო იყო ახალგაზრდობაში ყველა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი ყოველ მეორე ქართველი ბავშვისთვის და მოზარდისთვის იყო ნოდარ დუმბაძე. აი ნოდარ დუმბაძე ზუსტად ამ სითბოებზე აქვს ნაწერი თითქმის ყველა თავის ნაწარმოები რა. ურთიერთობებზე, სითბოებზე. აი არ არსებობს ისი რა ქვია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში ცუდი ტიპი რა. ცუდ ტიპსაც აქვს რაღაცა თავისი ახსნა, რატო არის ისა ცუდი თუ როგორც არის რა. არყოფითი და დადებითი პერსონაჟების არ ვიტყვი ახლა, იმიტომ რომ ეს რაღაცა სტერეოტიპული ამბავია, მაგრამ ზოგადად ვამბობ რა. პაულო კოელიო და ის ხალხს ოთარ ჭილაძე ყავს და ის რა ქვია ამენ მილიონი მწერა ის რა ქვია გოდერძი ჩოხელი ყავს და ვიღაცა ის რა ქვია ყოველი მეორე რო არის კოელიო ვინ ჩემი ფეხებია კოელიო მაგათა ხო? მაგრამ აი კოელიოს ციტატები იცით გაიგე? აი ამაშია საქმე. ჯერ ქართული წაიკითხე შვილო, ჯერ ქართულს მიხედე, ჯერ ქართული ისწავლე, ჯერ ქართული იქნება და შენი ჯობია ყველას. მე ესეც ვფიქრობ, რომ ქართული ბევრი ჯობია ბევრს. სოფლიო მასშტაბით ვამბობ რა. და ამის დამამტკიცებელი არ არის მარტო ვეფხისტყაოსანი, ძალიან ბევრი რამეა. მაგრამ ჯერ ჩვენ ჩვენსაც მივხედოთ რა, ჩვენი გვიწუხდეს, ჩვენ ჩვენზე შევტკიოდეს. მე ევროპელი, მე პრორუსი, პროესა, პროისა, პრო ვიცი მარტო ტელეფონი მე რა, პრო მაქსი თუ რაღაც. რა პრო გამიგეთ აი ესეთი ამბავია რა, სითბო, მეტი სითბო გვინდა, მეტი ის გვინდა. ადამიანი არ უნდა ჩაქოლო რაღაცა სხვანაირად თუ ფიქრობს და ადამიანს არ უნდა შეურაცხყო, იმიტომ რომ სხვანაირად ფიქრობს. გახშიდეთ, მონა, იქნებ შეეხარ მონა კაცო, იქნება შენ ცდები რაღაცაში რა. იქნება გამიგე, მაგრამ მე ხო არ გეძახი, შენ რატო იძახი ამას, შენ რატო აკეთებ ამას? გამიგე შენ რატო აკეთებ იმას, რაც სირცხვილია? სირცხვილია რა. მეტი არაფერი. მინდა რომ წარმატებები გისურვოთ ყველას, მადლობა ყურადღებისთვის და ძალიან გთხოვთ TikTok-ზე ვინც უყურებთ ჩემს გადაცემას, შედით პირადში, იქ ლინკი მიდევს, იმ ლინკით გადახვალთ პირდაპირ YouTube-ზე და YouTube-ზეც გამომყევით ძალიან დამიდგებით ამით გვერდში. მე კიდევ ვეცდები რომ უფრო და უფრო უკეთეს თემებზე ვისაუბროთ და განვიხილოთ რაღაცა საკითხები. შემდეგი გადაცემა არ გვექნება მორალურ ზნეობრივ განმანათლებრივი, შემდეგი გადაცემა უფრო სხვა პროფილით გვექნება. ასე რომ დაელოდეთ ჩემს გადაცემას და ვიხალისოთ ერთად. კარგად იყავით.